თბილისში დღეს ჟანდაცვის სფეროში რეგიონული კონფერენცია გაიხსნა ტრანსკავკასიური თანამშრომლობის ფარგლებში გამართულ კონფერენციაში რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ისინი საქართველოს ჟანდაცვის სფეროში რეფორმების გაეცნენ. რა ნაბიჯებს გამან მეზობელი ქვეყნები ჟანდაცვის სფეროს რეფორმირებისა და არსებული პრობლემების გადასაჭრელად. როგორ ხდება სადაზღვევო სისტემების დანერგვა და როგორ ყალიბდება სახელმწიფოსა და სადაზღვევო სისტემებს შორის ურთიერთთანამშრომლობა. ამ თემებზე დღეს სასტუმრო რედისონში ირანის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ჟანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ქართველ კოლეგებთან ერთად რეგიონალურ კონფერენციაზე მსჯელობდნენ. სამედიცინო კონფერენცია დღეს დილით საქართველოს ჟანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით თბილისში გაიხსნა. კონფერენციაზე შეკრებილმა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ჟანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა ჟანდაცვის ქართული რეფორმა გაიცნეს და თავიანთ კოლეგებს საკუთარი ქვეყნების გამოცდილებაც გაუზიარეს. საქართველოს მედიცინის რეფორმის განხრით მართლა გადადგა სერიოზული ნაბიჯები. ბევრი რამე შეიცვალა და ამ მიმართულებით დასავლეთის მიმართულებით მიდის. რაც შეეხება ჩვენ მეზობელ ქვეყნებს, მათთან უფრო ეს ტრადიციები საბჭოთა ნაწილობრივ შემორჩენილია. Очень приятно, что вместе со мной сегодня. ძალიან სასიამოვნოა, რომ ახლა საქართველოში ჩემს კოლეგებთან ერთად ვიმყოფები. აქ ჟანდაცვის ვითარების კუთხით ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ახალი რეფორმები წარმატებული აღმოჩნდა და ჩვენ სწორედ ამ რეფორმებს ვეცნობით. არსებული პრობლემების მოგვარებას კი თანამშრომლობის ფარგლებში შევეცდებით. კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილი სესიების შემდეგ კონფერენციაში მონაწილე სტუმრებმა ნიუ ჰოსპიტალი დაათვალიერეს. ისინი ადგილზე გაეცნენ იმ თანამედროვე და მაღალ ტექნოლოგიურ მომსახურებებს, რომლებსაც საქართველოს სამედიცინო დაწესებულებები როგორც საქართველოს, ასევე რეგიონის სხვა ქვეყნების მოქალაქე პაციენტებს თავაზობენ. კლინიკის დირექტორმა უცხოელ სტუმრებს საოპერაციოები, იქ განლაგებული თანამედროვე აპარატურები და პალატები დაათვალიერებინა. სტუმრებმა საქართველოს კლინიკებში არსებული მდგომარეობა და განხორციელებული რეფორმები დადებითად შეაფასეს. მათი განცხადებით რეფორმები წარმატებულია და მას აუცილებლად გაიზიარებენ. საკმაოდ საინტერესო იყო მათთვის იმის გაგება, რომ ამდენი პაციენტი არის დღეს სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის მეშვეობით. ჩვენ უზიარებთ ჩვენს გამოცდილებას ჰოსპიტალურ სექტორის განვითარებასთან დაკავშირებით. აღფრთოვანებული ვარ საქართველოს ჟანდაცვის სისტემით. აქ ყველა პირობაა საიმისოდ შექმნილი, რომ პაციენტები ბოლომდე განიკურნონ და მათ თავი კომფორტულად იგრძნონ. მინდა მივულოცო ქართველებს ასეთი წარმატება. ჩვენ გავიზიარებთ თქვენს გამოცდილებას, რათა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებსაც მკურნალობის იგივე შესაძლებლობა მიეცეთ. სამედიცინო სფეროში ურთიერთთანამშრომლობის ხელშემწყობი რეგიონალური კონფერენცია ორდღიანია და იგი ხვალ დასრულდება.